მოგესალმებით ყველას მეგობრებო და როგორც იქნა მოვიცალე ჩვენი კამპანიის გასაგრძელებლად როგორც იქნა დავჯექი მოეწყეს თბილად მოიდუღეთ ჩაი ყავა მოიმარაგეს და ჩაუჯექით მომდევნო სერიას ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცეები გველოდება წინ პირდაპირ წინ არც მარჯვნივ არც მარცხნივ ეს ზუსტად წინ ეს რაღაც ახსნით თავს აღარ შევიწუხებ ახლა მღლის და დანარჩენი უკვე რა ვიცი რა სიო მორჩა ესპანელებს დაერხათ ეს კინძი ესპანელების გემში დიპლომატია მათი რაღაცა გადმოყავს რაღაც ამოიყვანს იქ სანაპიროზე ზედვე სანაპიროზე რო გადმოსხავს ხა ორი სარდალი ფიდება თუ არა ხო ხა აქ არის საკითხი ფაქტიურად გალიაში ვემზადდება ესპანეთზე დასაწყმელი არმიის ძალები ერთი ცხენოსანი ერთი დახირავებულების ნაწილი ესეც კარგი ვეტერანები არიან მაგრამ აქ დიდი ხანი არ ვაპირებ რომ თქვენ შეიძლება ამათ ნაწილს აი აქ პირდაპირ გაუშვება აი აქ ხარი აი აქ ამის სასაღებად დაც ეს არმორიკა და ხო ყველაზე მთავარი არ დაგვაწყდეს გერმანია იმპერატორო გახსოვდეს გერმანელები გამოტოვოთ ერთი ნაბიჯი და გავაგზავნოთ რა ყველაფერი იქნება კარგად ეს ვისაც მოწვის ლეგენდარულ სირთულეზე ყველა გენერალს ყველა იმპერატორს ყველა ოჯახის წევრს ვიმატებ იმიტომ რომ არის აი ეს დაცვა კავალერია ემის არ ფასდაუდებელი განძი რა ამათი კავალერია და რაც ამდენიმე ყოლება ბევრი მით უფრო გამიმარტივდება რაღაცეები რა სენატომ მომცა ედილის წოდება აი ამ ტიპს პიროვნებას და კვესტორის დონეზე დააწინაურეს აი ეს ჩვენი მეგობარი რომელიც აწი ესპანეთში გააგრძელებს თავის სამხედრო მოღვაწეობას აქ ავაშენოთ ის კოშკი სათვალთვალო იმდიდე ორი ცალი დიდი არმია ესპანელებმა როგორც ეთყობა არაპირებენ რა დანებებას ცხენოსნების ნაკლებობას ვუჩივით ნახ მეორე პრობლემაც არის კაი მოდი ესეც ის ქვით რა შემოვიყვანოთ ტრელი არ გამოვა ახლა აქ და მე ისევ აქედანაც ლოჯისტიკურად მივაწოდებ ამ ძალებს აქ თუ რაღაც დიდი დანაკლისი მექნება ამ ზოლაში მოცემულ შემთხვევაში გავაკეთებ ეს როდოსე ავაშენეთ ეს აქაც ავაშენოთ აი ესე გამოიყვანოთ ადრეული ლეგიონერების ორი კოჰორტა და კავალერია ერთი ნაწილის კავალერისტების ნეგიდე რა გვინდა აქ შენდება რაღაცეები ორივეგან ისეთი არაფერი მნიშვნელოვანი და დღეს მდგომარეობით უნდა ვიჩქაროთ გერმანიაში გასაგზავნი ერთეულები იმიტომ რომ გერმანელები ესე არ გაჩარდებიან და აქ დაიწყებენ რეიდებს მის ერთსაბუთარი ტერიტორიების დასაბრუნებლად და მდგომარეობის აღსადგენად ალეზიაში ძლიერი გარნიზონი მყავს აქაც ძლიერი გარნიზონი ხა ეს აბარა იყო
ერთი ნაბიჯი კიდევ. ლონდონიუმის პორტის ბლოკადა იმ თავით ჩავარდნილი იყო. არქიმედეს ვინტი შემოვიდა ფართო მასშტაბიან ხმარებაში. არქიმედეს ხრახნი ქართულ ენაზე რო ვთქვათ. შენებლობები არ გავაჩეროთ, იმიტომ რომ შენებლობებში არის არსი პროგრესისა. ახ ყველაფერი ავაშენეთ თითქმისაც საშენებელია. დიპლომატიური ურთიერთობები. მოკლედ ამ ქალაქში როგორც გამიმტკიცებთ ჩვენ იმას პოზიციებს ეგრევე რასაც ქვია. აქ გენერალი მყავს ახლა გამოსაგზავნი აღარავინ აღარ არის. და არ არის მე მგონი თმის მოკლებული ის რომ ამადგან ორი გენერალი აქ გადმოვიდა. თავის დაქირავებულებით და ყველაფრით. აქედან მოусვათ ყველას ხელი. მე მგონი არ დაადგებათ გერმანელებს კაიდრე. სწრაფად შევავსოს თანგზალები. და დღეისათვის შეიძლება ითქვას პირველი ბრძოლა ეს არის უმჯობესი ცალ-ცალკე გავანადგუროთ. ესენი კარგი გენერალი რო ყავდეთ ამათ აიაქ ესპანელებს ესენი ისეთი არმიებია რომ რა ვიცი კარგი დღე ნამდვილად არ დაადგებოდა ამათ რა. ჩვენ შეგვიძლია ეხა მოусმინოთ გენერლის საბრძოლო სიტყვას, რასაც ეუბნება თავის მეომრებს, ხო? კარგი თანამოქმედების ყოფილა თვითონ მაგდენის. და დავიწყოთ. როგორც წესია ეს როგორც ხდება ისე მოხდება რა. მაგრამ არამხოლოდ ესეც არ. თვითონ მოდიან როგორც ეტყობა მიუხედავად იმისა რომ თავდასხმა ჩემზეა. თვითონ ნაკეთებენ იმის პოზიციების გამყარებას. არა როგორც შეჩერდნენ. ისე ცენტრში დაქირავებული რომ მიდგანენ ეს არ უნდა იყოს ეს ფლანგებზე უნდა იყვნენ. სული შეცდომა. ხოდა ერთ სიტყვით ჩემო კარგო ადამიანებო ეხლა როგორც კლასიკურად ვიწერდი ხოლმე და ვამატებდი
ჩვენ ვართავთ ფთას. ესე იგი ესპანელებს და კართაგენელებს რასაც ვეძებდი, აქვს თითქმის ერთი და იგივე ის კავალერია და ქვედა დონის მეომრების ძალიან დიდი ნაწილი. ესეთი ტიპებია ეს. ყველაზე უფრო მუდმივი მეომრები, რომლებიც სამათ არმიებში გვხვდება. ეხლა ცენტრი როგორ დახვდება ამას, რაზეც შევთავდი მე მაინტერესებს. ეს ცენტრი ამას როგორ დახვდება. ამ პრინციპში რეზერვი ყავს. თქვენ როგორ ხართ არაფერს არ გესვია? სომუ კავალერიის თორსიტულოზე ძაღლებთან შეჯახება ხოცავს. ეს გენერალმა შეიწუხა თვითონ თავი. მოვზანდი. Зачем თავი გინდა ხა? Боги наполнили ужасом сердце вражеского полководца. Теперь он бежит с поля, как последний трус. გენერალი შემოგვდა. Вражеский полководец бежит. Усиливайте давление, чтобы сломить мужество всей армии. საინტერესო დაკვირვება აღმოჩენილი არასათამაშო ფრაქციების, როდესაც თამაშობ, არასათამაშო ფრაქციების ძალიან დიდ ნაწილს მეომრებიდან დაწყებული გენერლების და მთავრებული სულისკვეთებას არც არ უარდა. გარდა იმის, რომ თვითონ ფრაქცია ცუდად გადამუშავებული ნაკლებობაა ძალიან ბევრი ერთეულების ჯარს ფაქტიურად ყურადღება არ აქვს, მირჩქეფიქცეული და იმიტომ ქვია არასათამაშო. თავიდანვე დასაღუპად არიან ეს ფრაქციები, განწირულები. ასევე ხდება ისიც, რომ პირდაპირ ომის დროს რაღაც საშინელებები ხდება ხოლმე ნომაში. აი მაგალითად ესპანელებს ემართებათ ეხლა. Враги показали, чего они стоят на самом деле. Они не солдаты. კარგი პროფესიონალის ხელში ესეთი ფრაქციები შეიძლება გამარჯვების მიღწევა, რა თქმა უნდა. მე მაგალითად რომიდან, ალექსანდრედან, მედიევალიდან, ბარბარიან ინვიჟენიდან, აი ამ თამაში ასევე მეორე რომიდან, ატილადან ნებისმიერ ფრაქციას ავიღებ, რაც არის და ნებისმიერ ფრაქციას ვითამაშებ ლეგენდარულ სირთულეს. მე მაგალითად ეს არანაირი პრობლემა არ მაქვს.
იმიტომ თამაშის სიუჟეტიც კი ვიცი და ვიცი რა ხდება და როგორ ხდება იმ თამაში. მაგრამ საერთოდ თუ დიდი ხნის მოთამაშე ახლა რა თქმა უნდა რეკომენდირებული არ არის სისულელია. საერთოდ სათამაშო ფრაქციებითაც და არასათამაშო ფრაქციებით ხომ სისულელია. მასეთ რაღაცა საერთოდ სულად კიდე ხელი მოკიდო. ეხლა ჩვენ ეს დაწოლა გავაძლიეროთ. წააგდო დამარცხდა. ყველა შეტევა უნდა ვითამაშო ხოლმე ბრძოლა ხელით ამის მერე. ვიცებს როგორც ეთქობა. Господин! და ასევე აქედან ეხა გავაკეთოთ ჩვენ რა სასაფლაოში დება აქ ლეგიონერები აქ დახეული აქვს ხო პოპულაციას ავინეს თვითონ ეს ამის ლეგიონერების და კავალერიის ეს დაქირავებულები აქვს წამოყვეტოთ ყველა და ბიზანტიონის გავიდეთ იქნება შეუძლოთ ის ნახე რა მხელა ჯარები ყავს როგორ კარგად არის დაცული თითქმის ქალაქიც დაქირავებულებს ვერ ვქვირავ ნარბონ მარტინში ბუნტი პერგამონის პორტის ბლოკადა მაგასიულად გავაკეთეთ ეს ძალიან იოლია ჩემთვის ეს ჩვეულებრივი ოპერაცია და ტილიში ასევე ბუნტი სახალხო მღელვარება ეს ნარბოში რა მოხდა რატო აი იქიდან ასლიანი ჯარი გამოიყვანა პრინციპში და ყველას დიდი გადასახადები აქვს და დავწიოთ დამშვიდნე და ჩვენ მოვდივართ ეხა მხოლოდ და მხოლოდ წინ ორივე გენერალი თავის საქმეებით თავის არმიით ეხა დავინახოთ პირენეის მთების იქით ოსკა პირველი ჩვენი ქალაქი ჩვენი მსხვერპლი რომელსაც აუცილებლად ავიღებ და ოპა აი ესენიც ესპანელი დაქირავებულების დაემატნენ ძალიან მიყვარს მეგმეომრების ნაწილი რა ისე რო იცოდეთ ძალიან კარგი ერთეულებია ძალიან ბევრი რამით საერთოდ მოკლედ ორი პრეტორიანული ერთეულის დავამატოთ ამათ ეს პატავია დავცალეთ მთლიანად ამ ქალაქებიდანაც პირდაპირ ამ არმიას მივეცით
აქ კიდე გვიწევს აი ამათი დამარცხებაც სპერევალი გადავიაროთ უღელტეხილი ალეზიაში რა ბრილიანტი ისინი მიდა და თუ ვერ ვახმარებ ვერაფერს არა და შეიძლება ნახეთ ისინი როგორ მეაქეთ ჩამოვიყვანო არა სწორი მიმართულებით გავიყვანე ესენი კეტავენ რა ერთი სიტყვით გერმანელებმა როგორც მოსალოდნელი იყო იქ-ზევით საკუთარი რეიდები დაიწყეს და აქ ისეთი არმიები აყენია ისე ყავთ ეს რავი ხა სულელი უნდა იყო ამაზე პირდაპირ სარტყმაზე რო წახვიდე გამორიცხული ამბავი იქნება მოკლედ ამ ქალაქების დაცვა აღიარებული ფაქტი არ ვარაფერს არ წარმოადგენს მეორე რომაელების ნაწილს უნდა დაუცადოთ აქ რა აშკარად კიდე ერთხელ ჩვენ კოლეგებს მეზობელი სახლებიდან ეხა მეგობრები რო ქვიათ არა და მტრები რო არიან საკუთანში იმათ სენატმა მე მგონი პრინციპში მეც გავაკეთებ ბლოკადას ახლა პროტესტს ესე готовы поднять паруса რა ვიცი ვითომ დამასწრეს რა ესე იგი მე მგონი მოვახერხებ ხა მოდი არმიის ერთად გაერთიანებას და ძალიან მინდა გულით რომ ამ შეკოთიწებული არმიით აი ეს ქალაქი დავიწყო და გალების წინააღმდეგობა საბოლოოდ გავტეხო და გავანადგურო ფრაქცია მთლიანად რამდენად გამოვა იქ მეორე საკითხია დავიწყოთ ესპანეთის ყველაზე დიდი კამპანია ოსკა სალკა და ესპანეთის ტერიტორიაზე უკვე ერთი ყველაზე დიდი ბრძოლაც
ხანელა იქიდანაც შემოვლე რა თქმა უნდა. დამხმარე ძალები ასევე მოვლენ ალბათ მე უკვე ამათი დამხმარე ძალებიც. ცოტა ხან რო არ გადაიჭროს ვიდეო და ამათი დახმარება შეაჩერე ჩემი შემოუშვა. ამადრეს უგვიან ისინი რა თქმა უნდა შემოვლენ ხო ეხა არ არის მაგაზე ლაპარაკი. ამასმა კავალარიამ შენდა ქირავებულ ესპანელს მარჯვენა ფლანგზე შეუტია. ესენი სრულიადაც არ ჩქარობენ. ეგვიანებენ ძალიან. ესე გამძლეობა ტყავი მოვიდა ამათი დახმარება ძალიან ნელა შემოიყვანა. ეხა თამაშის FPS ნელა შედელდება ნაწილობრივად. გენერალი არ დავყავიოთ ხიას და ხმა ასაერთოდ იმათ პოზიციებისკენ ნება შემოდია. ცხენოსნები მეორე გენერლის ხო? საჩქარობენ. სპობა თავისად ძალებს ძალიან დაწინაურებს. ჩქარება თიერიშების მუდამ. მაიქსდებია. ოჰო აი აქ უკვე ვეღარ მიართვეს.
ეხლა უკვე იწყება ჩემი დომინაციით ალბათ ხო თამაში საბრძოლო თამაში კი არა ბრძოლა великим богам. Вражеский მოწმენდილცაზე ფეხი გავარდა. Теперь ужас поселится в сердцах наших врагов. Абараги. ძალიან კარგი მეშვეობლეები არიან ხო? ასევე ისიც. ამათი დახმარი ძალებიც აღერ. ზაღლები შემოვიდნენ პირდაპირ მიუჭით აი აქ Вражеская армия бежит. Преследуйте их и вытесните с поля боя. და პირდაპირ ამათი გენერალი ჩამეხვდა მე. აქ რა ხდება? რა მოგიძებდა? ნუ გასტატები ხესენი რა. Квалифарებიან ცხენოსნებისთვის. Такой поворот событий наверняка лишит их. Дай დაიბრიდა ხო ამათი. ეს სალდატი მოგალის საკმაოდ ძლიერი ერთეულია. ველადი ყოფილა, ანუ მეფე ყოფილა. ამათ ესპანელების სულით კავალერისთვის ვერ მიუხედიათ ამდენი ხანი. დაიბრიდა ჩვენი მთავარსარდალიც. Цвет выбор да маец. Сама эсра. Ესენი არ საპირებე, შემოსვლას და რა. Სიტოს რაფაც. საშინელებდა და ერთ სიტყვით ესე. ახლა ბრძოლა მოგებული ბრძოლა წამოგებია ხა ამან მე
წავაგე ჯერ ნახოთ ჯერ არაფერი არ არის ხარც გარკვეული და არც გადაწყვეტილი ჯერ მოვიდნენ და დანარჩენი მე გავარკვიოთ იმიტომ რომ არც ისინი არ არიან კარგ მდგომარეობაში ნამდვილად მაგრამ ჩვენ თუ ესე გავიხიეთ შიშისგან ყოველ ეტაპებზე გავიქეცთ აი დღე მაინც არ ველოდებოდა იქნებ ცოტა გავაძლევთ. Царь бежит. Поистине, это великий день для Рима. Ამის დამჭერები ჩვენ არა ვართ ახლა. Გავიმარჯვეთ. მაინც. ნაძვილი დაგვიჯდა. ეს გამარჯვება დაგვიჯდა საკმაოდ ძვირი. არც ერთი გენერალი აღარ მყავს ესპანეთში. დღის ადამიანს მაგარ დავაქცევ გენერალთან, ვი ყველაზე მაგარს მაძლევს. ისე ვიფიქრებ ბრძოლისთვის, რომ ესეთი რაღაცა მოხდება თქო და მართლა ეს ბრილიანტი გენერალი მომცა დედასპიცა თავიდანვე 3 ვარსკვლავით. საწყისი 3 ვარსკვლავი, რომელსაც ცებოთ ამ ტალანტს აიწევს, რა თქმა უნდა. ნიჭს თავის საომარნებს ნიჭს. Господин! Господин! Уходим! Слить армии! ეს რეზერვი ყავდა და ერთ არმიად გავაერთიანეთ, მაგისი ძალები გქონდა, რა თქმა უნდა. აი ესენი ურევენ ყველაფერს რა. ნახეთ უყურეთ რა მხელა არმიაც შემოარტყეს ალეზიას. მე რა. ოხ. დავეხმაროთ ახლა ქალაქს აუცილებლად.
წარები. აქ რაღაცა ცოტა შესწრობენ. აქ მინდა არ მინდა მაინც უნდა მოვიცადო, ხო? როგორ მოდიან აქედან ეს ძალები. აი ერთი ნაბიჯის დაველოდოთ. 827 აქ ხა. არაფრის იმედი არ უნდა მქონდეს მე ესე ნახოთ. ერთი ეისა ხო ტარანი. ვიცი მე ვფიქრობ რომ შეიძლება. ძალიან წინ თუ წამოვლენ, ხო? ეს დავამტვრიო და გადავარჩინო ქალაქი. ნახოთ აბა. რა გამოვა მაგ ყველაფრიდან. არა. სისულელე იყო რა. სიტყვით ტრირი დავკარგეთ. ისევ ამის ბლოკადა დამოვალა. ესი გამკეთებელიც რა თქმა უნდა არა ვარ. ეს ფლოტი მაქსიმუმ წამოვიყვანოთ აგერ და მე დავაყირო მეორე მხარეს აქეთ. რა ხდება? არა მათი მოგება. შევუტიოთ, ავიღოთ ოსკა, ეს პირველი ქალაქი ესპანეთის ტერიტორიაზე. ერთი წუთით. პლუს 5000 armias ხო ვერ ვაძლიერებთ, ნახოთ, კი ბატონო, ეს დავიმატოთ.
და ან კავალერიაც პამარა ვიძახი რომ ხوار რიველზე ანუ გაშლილ ბრძოლაში გავიდეთქო Готовы поднять паруса. მოდი არამოთ ჩიცარ უნდა გაივლო ეგ აგე ფრიტებმა შემომიტიეს თვითონ ქალაქში აქ ბრძოლა ალეზიისთვის საიდან მოდიან და ესე საით დააყენა ნახე აგურით ყველა შემთხვევაში არ უნდა მაგას ლაპარაკი რომ ესენი ჩავაყენოთ ცენტრში ქალაქის ცენტრში Вперед! Стрельба по готовности! დავიწყეთ კიდე კაი კედლები დროზე შემოვიდა ქალაქს Но смогут ли они принять участие в битве? და გადავწყვიტე რომ ის მოთამაშო კომპიუტერს ჩემი დახმარება ერქიდან მოდია იმედია ქალაქში შემოვლენ სანამ ესენი მოვლენ ბოლომდე კედლებს აიღებენ ანუ ტარანი დაიწვა საკმაოდ დიდი არმია ესეთი არმიები და ბრძოლა უნდა იყოს აი ეს არის რეალურად ნამდვილი ბრძოლები რასაც ქვია და სიტულის სიტულზე და აყენებ შეთვალილი ნამდვილი სარდალი ხარ როგორც არ მოგიდგენია ზუსტად ეს 2% გავანადგურეთ британелების Вражеские башни достигли стен. Молитесь богам, чтобы римская храбрость помогла нам одержать. Лестницы достигли стен, но римская сталь сумеет отбросить врагов. ხამათ არანი ამათაც გავუმართლოს მაგ კიბეებით მოდიან და ჩვენები მოზუზინობენ რასაც ქვია Уже стоят у стен с лестницы. Вот настоящее испытание для римской храбрости. კარებში არ შემოყავს საერთოდ მოვლიან. პრინციპში მე ნაწილობრივ ვიცოდი რომ კომპიუტერი ეს ისტერლოთ ითამაშებდა. მაგ შემთხვევაში თუ ის დაიკავეს მე გადამეჩევა ქრიანი არმია.
დაიწყეს ხო რაღაც შეტაკება. ზოლა შემქვეითებთან ლეგიონერებთან ამათმა სარდაბა გაიგიდე მიდი Сердце вражеского полководца. Теперь он бежит с поля, как последний трус. ხმარიშუბლით შეიძლება აუქსილი და ფაქტიურად კარგი წარმოდობა აქვს ხელჩასული ბრძოლის დროს თვითონაც სუსტი და ცვალა, რა. ნაკლებად ადამიანების დახოცვა სახერხებია ისე. აი ლეგიონერებს თუ მიახმარებ. მოცემულ შემთხვევაში შეიძლება რომ ამას რაღაცა გამოუვიდეთ. Уже лежит мертвым. И все это из-за его собственной глупости. Его люди утратили мужество. შეიძლება ასეთ ისე მოვიგები შეიძლება იყოს. ეს პირველი შეფერა. ამათ გამოიფიქრეს როგორც იქნა გადაწყვიტეს რომ ქალაქის ცენტრი სუსტებოდა და შიგნით შემოვლეთ. Ho. Ცოტა შეგაგვიანდეთ. სულ ცოტა შეგაგვიანდეთ.
საბრძოლო ეკლებით მოდის კიდე ერთი ბელადია მათი. საერთოდ შეგეძლოთ ეხლა თქვენ მიგეტანოთ იერიში რა. რა ვიცი. როგორ არა ხო? ესენი დაძდებენ ის ნახე. გამოქცეული მესანადგურებენ თან. Воу. Модить. Слава богам! Вражеский полководец Британолевис. Его люди знают, что их судьба решена. Что они сейчас отлично. Ozzy შემოდით აქ. შემოიჟონით ქალაქს, თუ წაიგეს. Ах, если бы боги не видели это. Ваша армия бежит. Эй, გავიგეთ ხო? Свою смерть. ნახოთ ეხლა აბა თუ შემოასწრებენ. ახლა როგორ დადიან. გზააბნეული ბატერიების დადიან იქ. და აქ კარგი იყო. ეხლა შეგვიძლია რომ პირდაპირ გავასწოროთ ანგარიში ამასთან. У Харона сегодня будет много работы. Враги бросают в бой резервы. Враги показали, чего они стоят на самом деле. Они не солдаты, они просто пуганые кролики. Слава великим богам! Вражеский полководец убит. Теперь ужас поселится в сердцах наших врагов.
გენერალი მთავარია მოუკლასთან გავაქციოთ და საქმის დიდი ნაწილი ჩავთვალოთ, რომ გაკეთებული იქნება რა. Боги наполнили ужасом сердце вражеского полководца. Теперь он бежит с поля, как последний трус. საერთოდ ძალიან საინტერესო ბრძოლა. Скачиваbles ესენი მისდევენ კიდე აქ. Слава богам! Вражеский полководец мертв. Его люди знают, что их судьба решена. შეიძლება იყოს ფაქტი, რომ თამბზოლის შემოbrunება იყო. არ ვიცი რა. იმის ფონზე თან კავალერიის ნაკრები მქონდა. დარჩავიძე ესენი ხო? აი აქცენტში და მეორე საომარი ჯგუფია აქ. გენერალი საერთოდ არ ჩქარობს კიდე. Слава богам! Сердца врагов наполнились страхом, и они обратились в бегство. Серьезული კაი იყო მომეწონა. კარგი ბრძოლა მოიგუა კაცმა. შესანიშნავი შეიძლება ითქვას. ესპანელებმა რევანში გადაწყვიტეს. უი, აქ რა მომხდარა, ხედავთ? შვენიერი რამე. შეიძლება ითქვას, რომ გავოცდებით. ისეთ იმდენად კარგი გარნიზონი მაქვს, რომ გამორიცხულია, რამე რომ მოხდეს საერთოდ. ეს კი არა, 10-მდენი და არმია და 10-მდენი სიძლიერის რომ მომაყენონ კიდე. ალეზიას შემოვარტყა. ალყა. Осаждаем поселение, господин! ჩვენი ჯიგარი გერმანელი კაცი, გერმანიის გმირი. გმირი რა, გმირები.
ამოიყვანოთ პირდაპირ ზევით. აქ ჩრდილოეთში უკვე ესენი ჩამოვიდნენ, შეიძლება ითქვას. Господин! რამდენი არის ამათ გამორიცხულია ვინმე რო დაუდგეს წინ რა. Господин! და აი ამ ქალაქის გარნიზონი თვითონ შიგნით Император! Вперед! რაც იქნება გაუშვოთ აქ ტრირი სასარგებლოდ. ხო სამართლიანია კი Вперед! აუცილებლად Алкаю! მოვაქციეთ ტრირი ალყაში რაღაც სახე უნდა გავაწყოთ ძალიან მარტივად თუ ასაშენებელი არსად არაფერი არ არის Готовы поднять паруса! Ставить паруса! Готов больше нет! ესპანური სივრცე უკვე ფაქტიურად შეიძლება ითქვას ჩემია Полководец! და Готовы поднять паруса! Да, капитан. მნიშვნელოვანია მშენებლობები არსად არ გაჩერდეს და ეს არმია პირდაპირ გადავსვათ მცირე აზიის ტერიტორიაზე Кораблям! Да, капитан. აი აქეთ Ставить паруса! აი აქ ვარ საერთოდ აქ ვიჩქაროთ რა Да, капитан. აი ხა ჩვენ გველოდება კიდევ ერთი მოძრაობა და თუ ვიყოჩაღებ დავამთავრებ აი ამ ქალაქის აღებით ბიზანტიონის სერიოზული სუყედუკბა იქნება რა დავიწყოთ Вы меня знаете! და Я истинный римлянин! ну Отряды! Ждать моих приказов! Отряды! Стойте и сражайте! Отряды! Ухарона сегодня будет много. Враги бросают в რეზერვები бой როგორც резерв. მოსალოდნელი იყო შემოიყვანეს აქ უდგათ მარტოსალი საფორების ერთი ერთეული და ეს ჯერ მოსწრაფად უნდა გავანადგუროთ რაც შეიძლება ა პირდაპირ ესენი გავანადგუროთ იმას გინდა შეერთებიან გინდა არ შეერთებიან მაგას აღარ აქვს არსებითი მნიშვნელობა სწრაფად გადმოვჯგუფდეთ და თუ გვექნება ამის საშუალება მაქსიმალურად შევეცადოთ რომ ვინადიროთ გენერალზე Военачальник! აი ეგ სად გადის ეს ვერ გავაქციეთ და წავიდა ესენი უნდა აქ სადამდე შევაჩეროთ რამდენი ხანით საჭიროა იმდენი უნდა მოხერხდეს ესენი გაუშვათ ამას Убейте!
ისქეს ეს ახლა და მისახმარებლად აეშოვნენ, მაგრამ განწერული არაფერი არ გადაარჩეს. ეს რა შვება, შიგაკვდათ ზედ. არა უშავდა ესია არის ტვირთი. ნამდვილი მოქალაქის ღირსეული ტვირთი. ესე Вражеский полководец убит. Аргием Швейниери. Сейчас его люди боятся вас. Настало время форсировать атаку. ეს ლეგიონერები, ჯიგრები, ნახეთ ხალხო, ნახეთ მოგილიანდ არც ერთ სიტუაციაში არ აღარიხევენ და ყველგან რო იბრძვიან, ყველგან აბსოლუტურად. ჩემი აუქსილია კავალერიასთან საკმაოდ ეფექტურია. ეს ისე გადარჩა და იბრძვის. შენ შემოგივლი, შენ ახლა გაიუს უციუს, მოციმუს რაღაცა დიმუსი რა, ივიდა და ყველაფერი ეს აღო. ლოხედა, ეს არის. ეს უნდა დაინიშნოს ფელიქსის ლეგიონის მეტაურად. როგორი იყურება. ყოჩაცვა. ეს რა უნდა ხიჩი. კომპიუტერში ციფრულ ადამიანსაც ხელა ის შეიძლება კონდეს შემართება, ეს პირველად ნახე რა. Сердца врагов наполнились страхом, и они обратились. Такировები კომპლექტებსაც რაღაცა ხომ რა ვაკეთებინი ბოლოს ხო? ედით. გასტავდები მუსიკა, კეთ. Враги показали, чего они стоят на самом деле. Они не солдаты, они просто пугары и кролики. ესენი გამერცნენ ხო? Им требуют მაგრამ ეს მაინც ალყით უნდა ხო? атаковать врага. გარნიზონი შევიდა შიგნით ქალაქში. Поселение в осаде, господин. Полководец. Флот готов. Император. Атаковать врага. აქ მეორე დიდი არმია მიეხმარა. გერმანელებს ამას ნამდვილად ვეღარ ვაჯობებ. Ступай. ავტომატურად ვათამაშობს და დავიხიეთ უკან. და აქაც მიეხმარათ თრაკიელების საკმაოდ დიდი არმია. მოდი ვიბრძოლოთ ეს ბრძოლაც. დღეს ბარერამს. თავდაცვითი პოზიცია ჩემი მოგონილია. და ვიბრძოლოთ შესაბამისად ვიბრძოლოთ.
ღვთის რაღაცა პატარა ნაწილი. Ашкарат ძალიან გამოდგება Корона сегодня будет много работы. Враги бросают в бой резерв. ლეგიონერები ესურიან ამათ დისტანციური ომები საფრთხებად. ჯერჯერობით ნუ კლაუდები. სკენერის მოგრანთ შეიძლება დავავადოთ. იმედია რომ ესენი მიხედა ეს კავალერიასთან ომისთვის არ პარტიები შექმნა, ხო? ანუ ერიდებით ავალებია. და პირი შეტევით შევდით ახლა ლეგიონი მარჯვენა მარცხენა ფლანგზე რომ იდგა რა ვიცი. ვერ ეხმარებათ არა უჭის რა. ანუ დარწმუნებული ვარ რომ გაძლებს ახლა ეს რა ჯგუფი ეს ფაქსმენი აი ამათ ამძოლა კი მოვიწევს ახლა მაგალითად ვერ გაკაჩის აიც გააქციეს ვთქვათ აქციეს მაგრამ მაშველი მალე მოვა იმედია საკმაოდ მალე მაგზოლგიდან ესენი ცუდად ესვრიან. ლეგიონი იბრძვის ჯერჯერობით. მიუხედავად სტრესისა. რაღაცა ესენიც გაიქცნა.
ხუთი წავიდით ის დევნაში გართული ეს ნაბოზარი რა ის ეხა მოგეხედება რა ის მიეხედა Слава богам! Вражеский полководец мёртв. ეხა შეიძლება ითქვას ნახევარი საფრთხეა გაკეთებული მაგრამ ამდენ ფალანგის სარისაფორს რა უნდა იყო მართლა ვერ გამიგია რა ისე რომ რაღაც სავალალო შედეგი არ მივიღო და ეს ისტორია ეს ერთი დავზარდე ახრას თუ წესრიგოთ მიდიან ხა შეიძლება ითქვას მაგრამ იქით it. Ragi, that's the one. Ragi, that's it. Any time with the heart, I wish you. ლაგდებია. ხო, ამათ არ არის ჯაში კარგად საქმე. მათ შემიძლია რომ დედაუტიო. წყობა არ აქვს დალაგებული. რა ხდება საიდან? როგორ ხო? აკეთ. იმოძრავთ ეს რაღაც მოსოზინოთ. ახე ვაჭარ სირბის და არ დარბია რა. საშინელება ბიჭო. ო ასე ვიზი გადავინე ხა ის ნახე წყობა მოშალის საერთოდ. აბა როგორ. ეხლა როგორ გადაწყობთ? Враги показали, чего они стоят на самом деле. Они не солдаты. Они просто пугары крови. მოვიგე. ეს მეორე ლეგენდარული ბრძოლა დავდე. შეიძლება ითქვას. თელი ყველაფერი, აღარაფერი აღარ გვაქვს. გენერალი 2 დარჩა.
ესენი გაუშვათ, აღარ არის საჭირო. რას მოქმედები არიან. განახევრებული არმია. თუ დავიქირავებ რამის ნახოთ. გარნიზონები გავაძლიეროთ. დღეს ძალიან დიდი სერია გამომივიდა, როგორც ვიტყობინებოდი. მაგრამ არ არის მეგობრებო, მომდიდრად სხვა გზა. იმდენი ბრძოლის თამაში გიწევს სიტუაციის სტაბილიზაციისთვის, რომ ხდება ხოლმე ნამდვილად ესე მერე. აქ ოსკა ალყაშია. Да, капитан. Да, капитан. 5 სლარი დანებებამდე. შეტევას რა თქმა უნდა აპირებს ეს ჯიგარი. დაგვრჩება ალეზია, ხო? მოდი ახლა ეს ალეზიას ჩვენ შევუტიოთ. ავიღოთ. მოკლედ. ესეთი არის სიტუაცია. მომდევნო სერიაში აუცილებლად ჩრდილოეთისკენ მეძალებს წავიყვან და რაც შეიძლება შევეცდები რომ მეტი ქალაქი ავიღო. გამოვლიტო ხელიდან თრაკიელები იქნებიან თუ სკვითები, არ ვიცი. აი, აქ ეს უნაგრები გვჭირდება. და რა ხდება? დღეს მორჩით ნამდვილად. დავიღალე, ძალიან დავიღალეთ, ესეთი იყო ეს სერია, იმედია ძალიან მოგეწონებათ. ყველას გისურვებთ სასიამოვნო დღეს, სასიამოვნო საღამოს. Господин! Готовы поднять паруса? და დროებით კარგად იყავით და მომავალ შეხვედრამდე. მე ყოველთვის მიხარია ხოლმე ყოველი მომდევნო შეხვედრა თქვენთან.